Hi. Hi. დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებათ. თქვენი მზის ხევი როგორ ხართ? მოდი წავიდეთ სამსახურში. მარიკოს წაიყვანს მამიკო. დღეს ესეთი ის გაქვს, რა ქვია, განრიგი. როგორ ხართ? რა შვებით? ხო ხართ ყველა კარგად? იმდენი ხანი დავისვენ. ესე იგი 6 დღე პლუს შაბათი, კვირა ორ შაბათი, 7 ანუ 9 დღე დავისვენე რა ხალხოს იქნებს ვებრძოდი, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა მთლიანობაში 9 დღე გამომივიდა თავისი შაბათი კვირეებით და აი მართლა ისე გადავეჩვი სამსახურს, ეხლა ვფიქრობ, აი რატომ მივდივარ, რა მინდა, აი რატომ მეთქი დავწები დავიძინებ, მაგრამ წავიდეთ სამსახურში. მოგვიანდება. აი ეგრე ძალიან არ მოგვიანდება, მაგრამ მარიკო რადგან პატრონს ჩავაბარე, ეგრე ძალიან აღარ მოგვიანდება. ხო და გავეშუროთ. როგორც კადრები ნახეთ გუშინ. თმა შევიღებეს, რას დაქანაოს. თმა შევიღებე. ხო და ვერ დაიჯერებთ. ტუჩზე მისვია. მარიამის გმოსი. ოღონდ თუ დღეს გადაწყვიტა, რომ უნდა და ვერ ნახა ჩანთაში. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს, უკან გასახცები არ გავხდება. ეს გლოსი მისვეთ, ამაში ხედეთ, ანუ კონტური მისვია გარედან და სასწაული ფერია. აქ კიდე ეგრე არ ჩანს, ნუ აი მოიცეთ სასწაული. ულამაზესი ფერია და გადავირიე შემთხვევით წავისვი და ჩვეულებრივი იყო უფერული და მე ესეთი ლამაზი ფერი წავედით. მადლობა მარიამ. მე ჯერ ისევ გზაში ვარ, როგორც ხედავთ. თუმცა ადრეა ჯერ. მაგრამ მივიდეთ 10 წუთით ადრე მომიწევს მის. მანამდე დავრეკოთ სახლში, მარიკომ ხوار გაჭედა. ბაღში წასვლას. მარიკომ მამას შეკვეთა მისცა, რომ ბაედანო დედიკომ და მამიკომ გამომიყვანეთ, ანუ ერთად. ხო და კობამ დამირეკა შემეხმიანეო და მეც გამოვალ და ერთად გამოვიყვანოს. აი მე ვთქვა, მე რა ქარია საბურთალოზე. არ შემიძლია ეს ქარი, კაცო. თვალი მეცრემი. დღეს ახალციხის უნივერსიტეტში დაბატიჟეს დედა და მოუწყეს შეხვედრა. იქნება როგორც წიგნის პრეზენტაცია, გაცნობა და ასე შემდეგ და ძალიან მიხარია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შედგა, ახლა მიმდინარეობს უკვე შეხვედრა, ასევე ხიზაბავრაში, სადაც დედა დაიბადა, სადაც ჩავდივარ სულ. იქაც შესთავაზეს, რომ ეგონათ რჩებოდა დედა რამდენიმე დღის სოფელში და შეხვედრას უწყობდნენ დღის ცენტრში, რომელიც თქვენ ძალიან კარგად ისეთ შემამაყურებლებმა ყოველ წელს დღის ცენტრს გაცნობთ ხოლმე თავიდან და რა შეიცვალა, რა როგორ არის გეყვებით ხოლმე. და აპირებდნენ იქაც ადგილობრივი მკვიდრი მისვლას, ასევე რაიონიდან დაპატიჟებას აპირებდნენ შეხვედრას, წიგნის წარდგენას, გაცნობას. სამწუხაროდ დედა უარი თქვა, იმიტომ რომ დღეს მოდის უკან, რადგან ხვალ მიფრინავს დედა და ამიტომ ვერანაირად ვერ მოუხერხდებოდა დროში. ხიზაბავრაში ვერც დარჩა, ჩავიდა. რამდენიმე ოჯახი ნახა, მოინახულა მისი მამის საფლავი. სადაც იმხელა თოვლი იყო, თითქმის ვერც შევიდნენ იქამდე ნახევრად. თაზის გაიკაფეს რაღაცა გზა და იყო ერთი პრობლემები მაგის შესვლაზე. ხო და
მოგვიანებით უკან წამოვიდა ახალციხეში, რადგან დღეს არის შეხვედრა. ხო და ძალიან მიხარია, რომ ისეთი აქტიური და დატვირთული დღეები აქვს დედას შემოქმედებითად. უბრალოდ სამწუხაროდ ახლაც არ ვარ მის გვერდით. წავედით მარიკოს გამოსაყვანად. მოვედით. მარიკოსთან მოვედით, რა მე მოვედი, კოკას ველოდები. ცოტა ადრე მოვედი მე და რაც შეუპირდი გიყიდით ხო? ხარ ვუყიდე ხალხულზე მარშრუტკარო დავინახე შევახტი და წამოვიდა კიდეც. ამიტომ აქედან რო გავივლით იქნებაში მეც ვუყიდოთ, ხო რა არ მიყვარს დაპირებების არ შესრულება. ხო და მოდი კობას დაველოდოთ ეზოში. ნახოთ როდის მოვა. აჩ. ნახოთ. შეგუდეს ნახევარი საქართველო. დავბრუნდი. გამოვიცვალოთ. კიდე. ხოდეთ. ჯერყავა. მერესა. რაოდენიკო? რა ვარ? იმდას უნდა მომეყოლა თქვენთვის, აი ისეთი ვის ვიყავი, რა ქვია, ბედნიერი და ისეთი გაკვირვებული ვიყავი, რომ დამავიწყდა რაღაცნაირად, ჩემს ეიფორიაში ვიყავი ეს ჩემი სარკერო შევიძინე თავის უჯრედით, ხა და საერთოდ გადამავიწყდა, რომ თქვენთვის მომეყოლა. ეხლა რა ხდება? იმ დღესვე მინდოდა მომეყოლა თქვენთვის და არ ვიცი როგორ და რატო, მაგრამ რაღაცნაირად გამომრჩა მოკლედ რა. ძალიან პატარა ამბავია და სიხარულით მინდა მოგიყვეთ ამის შესახებ. მოდი თან კარტოფილი დავთვალოთ, იმიტომ რომ დედა და ბებო უკვე გზაში არიან და რაღაცები მინდა გავამზადო მოკლედ და ისეთი არაფერი უბრალოდ რომ ვივახშმოთ რა. ავდივარ ხალხო ავტობუსში. დავდექი ჩემთვის და არც მართლა მარიამს გეფცევთ, არც შევიხედავს ვინ იჯდა იქ, უბრალოდ ვიღაცები იჯდნენ და ჩვენ გავარ ვიხედები აქეთ-იქით რა. გება სადღაც 10-12, აი რაღაც ალბათ ამასაკის ხელა ბიჭუნა და მეუბნება გთხოვთ დაბრძანდეთო. ხავ
და ისეთი შოკი მივიღე ხალხო სიხარული მე იცით როგორი სიხარული მქონდა თვალებში რომ მალე ჩავდიოდი და არც მინდოდა დაჯდომა თან ესე აქეთ მხარეს ან წინ ხო მიდიხარ და მე მიყვარს და გზას უყურებ და როცა ვერ ვხედავ გზას ნუ კატასტროფა მემართება ზურგით ვერ ვჯდები რა ჩემზე მეც რო ლაპარაკობს და დავხედე და 10-12 წლის ბავშვი აი დედას გეფიცებით ხალხო გულში მქონდა იმდენი დადებითი სიტყვა იმდენი რომ აი ასეთ მაგარ ბიჭებს ზრდიან მაგარი დედები აი ეს არის მაგალითი როგორ აი მე ხო არ ვიცი არც ის ბავშვი ვიცი მისი დედა მით უმეტეს არ ვიცი ვინ არის მაგრამ აი არ ვიცი დიდი მადლობა ხალხო ვინც აი ასეთ შვილებს ზრდით ვისაც შეგიძლიათ აი ასეთი მაგარი ბიჭები აღზარდოთ რომ ვინ გეტყვის დაბრძანდით კი არა დედას გეფიცებით თქვენც კარგად იცით რა ის დაბრძანდი გეღწოში პირით დაგაყენონ ისეთი ის მოვიდა რაღაცა საშინელი პერიოდია თითქოს ოღონდ დაჯდნენ და სულ არ აინტერესებთ ახლა შენ გახარეზი ხარ თუ რა ვიცი მოკლედ და ეს იყო იმხელა შოკი ჩემთვის რომ მითხრა დაბრძანდითო რომ აი რა დამემართა უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა და აი არ ვიცი დიდი მადლობა ხალხო ვისაც შეგძლიათ ესეთი მაგარი ბიჭები აღზარდოთ აი ეს ბიჭი აუცილებლად იქნება იდეალური ქმარი იდეალური მამა იდეალური შვილი მეზობელი მეგობარი ძალიან მაგარი კაცი დადგება ღმერთმა ქნას სადმე გადავაწყობ ხა მართლა ვერ ვიცნობ ვერ მოგატყუებთ ნამდვილად ვერ ვიცნობ სულ რა გმეჯდეს ახლა და რო გავიცნობ ვერ მივხვდები რომ ის არის ასე არ მახსოვს სახეზე მაგრამ აი არ ვიცი შოკში ვარ ახლაც შოკში ვარ არ ვიცი ნუ იმდენად კულტურული ბავშვი სადედიკო სალონში წაგიყვანო რატო საყვარელო ყურები გაიხრუტო აუცილებლად აი მაგისთვის მოვიცლი თვის ბოლოს და შენ თავს ფიცა ვარ მარტის ბოლოს შევეცდები ანუ შევეცდები რომ მოვიცალო კარგი ეხლა ცხლები გაიკეთე ვარდისფერი რა გინდა საყვარელო ცხლები რო გავიკეთე შენ მაგიხარ არა იკეთა ხოლმე სამენდრინჩიდან რომ მოდიოდნენ კარგი საყვარელო ხო და აუ მეთქი იმ დროს უნდა მოყვა დამავიწყდა მე რაღაც მოკლედ ვეღარ მოკავდა ისე მინდოდა ეგ ინციდენტი მომეყოლა თქვენთვის რომ ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი ამაყი ვარ რომ აი ასეთი ჩვენ არ გვიწერია ხალხო გადაშენება ხა 1 და 2 ვიღაცა დეგენერატის გამო ვერ ვიტყვით რომ აუ ქვეყანა თავზე გვექცევა და კაცები აღარ აყვავს თუ რაღაც ძალიან მაგარი კაცები ყავს უკაცრავად ძალიან ბევრი ჯვარი გწერია რომ არ ყავდეს ანუ ჯვარი გწერია რომ არ ყავდეს და აი არ ვიცი რა მიხარია მადლობა მის დედას არ ვიცი ვინ ჩაუნერგა ამბავს ამდენი მაგარი რამე დედა ბებიამ თუ მამიდამ თუ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მაგრამ ხოჭი ძალიან მაგარია ძალიან სიხარულით ლამის ვიტირე მე ხო ყველაფერზე მეტირება გიჟებით სიხარულით ლამის ვიტირე იქვე არა გითხრათ ერთერთრები კი გადმოვარდა შიგნიდან არ ვიტირე დედიკო ხუმრობ რაღაცებს ვსაუბრობდე ასე რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიწერია ხალხო გადაშენება ჯვარი გვწერია და ყველაზე მეტად გული მტკივა ხოლმე რო ამბობენ რომ აი რა საშინელი ქვეყანა ვარ და საერთოდ არ ვთვლი რომ საშინელი ქვეყანა ვარ რა მე ძალიან გაწეწილი ვარ ბუდიში არ ვთვლი რომ საშინელი ჯერთი ქვეყანა რატო ვარ საშინელი ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ძალიან მაგარი ცხოვრება იყოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გვაქვს თაგინდა გაქვს ვაგინდა გაქვს ამთარი გინდა ანუ ყველაფერი გვაქვს რა წყალი გინდა და აი რა ვიცი უბრალოდ
ხო, რაღაცა ვერ მოვერგეთ იმასთან დაკავშირებით, ვინ მართოს ჩვენი ქვეყანა რა, სამწუხაროდ. არა, საყვარელო, ჯერ არა. რატო? ხო და ეს თორე ქვეყანას საერთოდ არა ვარ ცუდი რა. ის რომ ეხა ვიღაც ვერ მართავს ჩვენს ქვეყანას და ვერც მართავდნენ და ზოგადად დეფიციტი გვაქვს მართვის, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხა ქვეყანა ვართ ცუდი. ქვეყანა ნამდვილად არ არის ცუდი. ქვეყანა არის იდეალური. ყველაფერს გაძლევს ქვეყანა. ანუ იმდენად მაგარი ქვეყანა ვართ. ნუ უბრალოდ უკვე აღნიშნე. ხო, ვაიმე. კლავს ეს უსახელო, უგვარო, უთვისტომო კომენტარები. აი, რას გავხარ? ჰაჰაჰაჰაჰა. ხო, გონი გაკლიათ. თქვენ რას ფიქრობთ? არა და მართლა ფიქრობ, რომ რა ვიცი, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვარ. რა ვიცი. მე სახეს მაინც მალავ, მაგრამ თქვენ არა ბოტო, არა ვიდეო, არა სახელი, არა გვარი. გაურკვეველი რაღაც, რა გაწერიათ, კაციშვილი ვერ გაიგებს, ცხოველი ხარ, ფრინველი ხარ, რა ჯანდაბა ხარ. ხო და ეგეთები გეხოცეთ ღმუროს, ნუ მიკითხავთ ხოლმე შენ შემოგევლეთ რა. თარომ ლანძღავთ ამაზე ვგიშდები, აი ვგიშდები. რა დონეზე აკლია ხალხს ხო ატყობთ? რა დონეზე აკლია ხალხს? მაგრამ რა ვქნათ? რა უყოთ? აი მე ზიზღება ხალხო, აი ესეთი ტალახიანი კარტოფილი, მე ზიზღება. აი ხელები რო რაქშით უნდა იხეხო მე, აი ეგეთი ტალახიანი რო გქ ერთი ამას შეხედეთ. არ და ხელსათმანით მინდოდა იმას მექნა და რომ ნახე იმდენი ხელსათმანები აღარ მაქვს, მე ჭუჭელზე მეყოს და მეჩვენე რომ ჭუჭელზე გამოვიყენო გარეცხვის დროს. დღეს რო მეტროში ხალი დამეჯახა. აუ ვერაფრით ვერ ვშვები ხოლმე ეგრე რომ იმას ვქნა დავთალო დამჯდარი არ მიყვეს თქლა დაჭრა სწორად. ხო დამეჯახა ხალხო ბედი ჩემი რომ გამოსული ვიყავი ვაგონიდან და ანუ გადმოსული ვიყავი აქეთ მხარეს ბატონო. არიცარი თქვი. ხო და მამკო და დედკო მეთქე გავახარეთ. დიდი მადლობა. აი მე 2 ტონა ტალახი გაუვიდა. გითხრათ ახლა გამოვდივარ მეტრო იმიდან ვაგონიდან. მართლა ბედი ჩემი რომ გამოსული ვიყავ თორე იმ ჭყლეტოში. ვაიმე ისე დამეჯახა ეს ქალბატონი ვიღაც რა ვიცი. ისე დამეჯახა ხელში მეჭირა მობილური მე ხოს ხელში მიჭირავს. გამივარდა ხელიდან. ვაიმე ჩავარდი პანიკაში რომ მეთქი მორჩავს. სიო ამას გადაულის ერთი 20 კაცი. და ვფიქრობ, ვაიმე ეკრანი, ანუ მეც არაფერზე არ ვფიქრობ. სადღაც შევარდა ახლა ეს ტელეფონი ღაზი ფეხებიდან გამოვიხე. არა ბოდიში. არა ვაიმე ტელეფონი ხوار გატეხეთ რომ შეწუხდე. არაფერი. ცოტა ფთხილად ვერ გაივლი. ჯერ ხო ვიღაცის ფეხებიდან ცისთავი ამოვყავი მეთქი აკავარ. ხარ ბოდიში კიდე შებრალი არა მე? ხო და რო დავხედე და გადარჩენილი იყო ახლა ეკრანი, მე აღარაფერი აღარ მithქვამს რა. ანუ უბრალოდ ის გამოვხატე რომ მეთქი უკაცრავად თქვენ დამეჯახეთ და ანუ ვისთან არჩევ საქმეებს. აი არ ვიცი რატო გვიჭირს კაცი მოიხადე ბოდიში ან ბიჭო სულ არ მინდა ბოდიში შეწუხდი. ანუ თუ გინდა ძალიანაც ხან შეიწუხები და ნუ წაიქცევ თავს, მაგრამ აი რაღაცა დამანახე რომ ადამიანურად შეღონდი რა ვიცი როგორ ავთქვა, მაგრამ არ ვიცი რა. იმექე ხა არ გამიფინოს ციხლის ქვეშ რა ის ბოდიში. გაგიჟებული ვარ. ანუ აი მე ხალხო ამჯერა რომ ხვალ დედა ჩემი მიფრინავს, ანუ რაღაცა ვერ ვიჯერებ. თუმცა არ ვიცი. დაუჯერებლობა მჭირს. დღეს მამამ სმენა გადაცვალა. რომ ხვალ მამამ წაიყვანოს მოკლედ აეროპორტში და ზედი მიაბა ასე ვთქვათ. უნდა წამოყვანოს მე აეროპორტში.
აეროპორტში. ვაიმე შემოსიცოცხლე აეროპორტში შენ ძალიან გვიანი ფრინავს და შენ ვერ წაგიყვანთ. რატომ ვერ წავ? ხო და ესეთი ამბები გოგოებმა ისე აი რაღაცნაირად განა რამე რა დედას გეფიცებით სულ არ ხომე რეაქცია მაგაზე მაგრამ აი ელემენტარულია რომ რაღაცა დაეჯახები ადამიანს იქ ტელეფონი დამივარდა ხელიდან და დამინახე რომ ვეცი იმას იმ ხალხში შევარდი ანუ ელემენტარული რაღაცეებია და რატო უნდა გვეშლებოდეს ახლა პატარა ბავშვები ვართ ანუ დიდი ბავშვები ვარ. ხანდახანო მოსაბეზრებელიაო სულ აი რაღაცნაირად ბოდიშს რო იხდიანო, აი თუნდაც საბერძნეთში დაგეჯახებიან თუ დაეჯახები ბოდიშს გიხდიან. ანუ ცუდია? საერთოდ არ ვთვლი რომ ცუდია, პირიქით. რესტორანში წახვიდე, შენ კარგია. სულ რესტორანზე როგორ უნდა ლაპარაკო? საერთოდ არ ვთვლი რომ ცუდია, პირიქით. კარგია, უნდა დალიო, თქვენი უნდა დალიო. ვაიმე, შეგჭამე ახლა შეგჭამდე. ხო და რა ვიცი გოგოებო ცოტა მეტი ის რომ გამოვხატოთ ცუდი კი არ იქნება რა ვიცი აბა ვაიმე ეხლა რომ ფიქრობ რომ გამტეხოდა ეს მობილური არ ვიცი რა მოხდებოდა ეს სისხლი დაიხურებოდა ალბათ ვერ გეტყვით რა მოხდებოდა მაგრამ იმ ავტობუსის ინციდენტმა იმართლა ეს დღეები სულ გადამიფარა ყველაფერი აი ისეთი სითბო მაქვს ისეთი სითბო სადაც დავჯდები იმ ბავშვს ვყვები რომ იცით რა ხო იმიტომ რომ არ არის ხშირი ჩვენც ხო ვიცით რომ არ არის ხშირი რა უსაყვარელო ხოდე და ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობენ და რა თქმა უნდა იარსებებენ რა თქმა უნდა და შენც ბედნიერი ალბათ კვირის ბოლოს მომიტანენ და კობა მეუბნება ეხლა იმას ხომ მოიტანსო ზუსტად ვიციო რომ ზემოდან ახლა როგორც ყრიაო ვერ დატევი მაშინ კიდე ზემოდან დაყრიო ხა მოდი ვთქვათ რომ ყველაფერს ვერ დავტევი იქ ალბათ და რაღაცებს ზემოდან დავალაგებ ყველა ვარიანტში შტატივს და რაღაცებს მაგრამ სადასი აუზაური აღარ მექნება თითქოს ხომ აქვს ორგანიზერები ხალხო მაგრამ არ ეტევა რა აი ანუ ნახეთ ზემოდან რო ალაგე რაღაც აჯღაბაჯღა ჩანს რა და ეხლა ეს უმრავლესობა რაც ზემოდან ალაგია ყველაფერი ჩავა ქვემოთ რა და იმედი მაქვს რომ მოდი დედი აქ დაყარე საყვარელო და ერთად ჩაყრი ნაგავში მოდი დედიკო დაყარე ამოსაყრელია ნაგავიდე აი აქ დაყარე ხო და მე ხალხო მარტო მე ვერტევ თუ თქვენც ვერტევ გადავირი ანუ ვიმატებ ამ სათავსოებს ვიმატებ ორგანიზერებს ვიმატებ თაროებს უჯრებს ვერ ვტევ რა ვიმიშველეთ რა მეშველება ხო რომ მომიტანეთ თქვენ ერთად დავალაგებ და შევალაგებ რაღაცებს გაჩენ რომელი საათი იქნება და ანუ მაგრამ ვეცდები რომ ვიდეო გადავიხო გადმოვწყვეტ მე მოვიდა ჩემთან ანა კურჩიტა და მე ძალიან განიხარდა კბილიძი მე ძალიან გამიხარდა ეს კარგია მოვიდეს ანა ვიღაცა და მე სტუმრად მე რა მოხდება რომ არ დამესტუმროს რა მე რა მოხდება ჰა ეგრე კარგია რომ არ მოვიდეს ჩემთან მეგობარი კარგია ეგრე ვინმეს გინახავ რა დედიკო რატო ნერვიულობ მე რა ვიცი რას უყვები დე რაღაცა მე რატო ნერვიულობ უყვები რაღაცა მე რა არ უყვები აბა რა ხდება დე რა მოუყევი რაღაცა ისეთი ხო ვთქვი მაგრამ ვეღარ ვთქვი კარგად ვეღარ ვიცი რა
არ ვიცი და რა რაუჭამ. სადმას იმწვარა მაქვს ანუ რა დედკოს შესამხურსია და მოდის ხოლმე გზაშია სულშილებით მოდის თქვენ ხო დიდი გოგოებით ხართ და დიდი ბიჭები ხართ რატომ უნდა მიყიროთ ან ხო დიდები ხართ თქვენ დედკოები ხო აღარ გინდათ დედი უთხარი გილოცავთ დედის დღესო დე გილოცავთ დედის დღეს ჩამოდი მანდედან დაიყარა სულძის ჩამოდი და ალაგე ახლა მოდი მიდი რა დაგეყარა სიბსი და კრეკო დედიკო ამასაც დავალაგებ კარგი იმიტომ რომ ბებო უნდა მოვიდეს და ძალიან არეული გაქვს ეს და სიცხვილია ხო საყვარელო სიცხვილია ოთხონცი შენი ნივთები შენ უნდა დაალაგო დედა მე არ უნდა გილაგებდე კარგი არა მამა დღეს არ აუშავს მამა დღეს არ აუშავს კი ბატონო ერთი დღე არ აუშავს დე ვარტი დღე არ აუშავს მე რა მოხდა კი ბატონო მიდი შენ ელაპარაკე და მე აგილაგებდე კარგი ახლა მე ჩემი ნივთები მე უნდა ავალაგო კი ბატონო ეს არა დედი მანდი რა მე დავალაგო დედიკო შენ ისაუბრე მე თვითონ ავალაგებ კარგი მე რა უნდა მოგიყვეთ სხვა რამე ეს რაღაცა თამაშია რა ეს ხანაირი ლაპარაკია მე ლეზასკერიკო წავიდა და მე კიდევ ჩემთან დამესტუმრება და ვეღარ მოვანენ ისთან და მე ჩემთან მოვანენად მე წავა თავშახში გერგოვთან და ვეღარ მოვა ის ჩემთან და მარიამი და კიდევ მოგენაწმნენ დე მარიამი და სანი ხო და ნენეკო ხო მომენატრე ვიცი დე ამ დღეებში გადაგიყვან საყვარელო თითქმის 3 თვეა ნორმალურად არ გვინახავს დიდი როგორცებული ვიყავი კი დედი გაცებული რო იყავი მაგიტომ ვერ დაგიყვანე დე დედი შენ მოუყევი ჩვენ გამომწერებს როგორი გაციებული იყავი საყვარელო ხო ჯერ ჩაწერ ფეხი თუ შეიძლება მაგიდიდან ეს რა წესია ნახოიც არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები არ გყვარს არა დედა როგორ შეიძლება ფეხი მაგიდაზე უნდა შემოდო არ შეიძლება მროჩანდეს რა ხო არ შეიძლება დედა არ შეიძლება არ უნდა დავდოთ ფეხი მაგიდაზე კი ჩემო საყვარელო აგრე ვინმე დაუნახია რა თქმა უნდა არ შეიძლება და ჰა ჩაიწიე ცოტა და ისე ელაპარაკე დედა თავზე უნდა აჯიქიან ხალხს სულქო ეყრით უკვე მე როგორი მზე გვაქვს ხალხო თბილისში შოქში ვარ გული მითბება კარგად თბილა დე კარგად ზაფხულის დროს ნაყინი ხელგეთკინება ნაყინი არა დე ჯერ ცივა ხო საყვარელო ხო ჯერ ცივა მარტივი არ შემოწია და აც ნაყინი რაიმე როდის დადგება დღე ხალხო რომ კარმა გავთიშოთ და აი გავბაღო ფანჯრები ანუ ფანჯრების გაღების ის მაქვს რა ქვია ნოსტალგია დედი ეგ ჩემ ფეხზე მოძრა და გადაგდი აღარ ვარ გა არა უშავს დედი დავალაგებ შენ მიხედე შენ საქმეს საყვარელო ხო კარგია ეგრე იყოს როგორც გინდა რა კი ბატონო დე აი მაქს იქას ვეჯებდი ზუსტად გადასაგდებია დე გაფრთხილებულია საყვარელო აბუჭებულია და რაიმე გასაგრე არ ვიცი ხალხო გაიწიე და დაენახე რანაირად იყურები ეგრე რას უყურონ დედა მითხარი რაიმე ხალხო არ ვიცი გოგო ასე ირეოდეს მე ხლა მე ვიწყე ნუ აი
აღარ ვიცი რა, ასე მგონი 20 კაცი დარბოდა. მოდი რა ჩემთან და დამჯექი და შერაპარ დაგიჯდები დედი, აი მოუხვეტო უცებ საყვარელო. მაღლა თან ხელოსანია. რაღაცებს აკეთებს. ვინ არის ხელოსანი? ნერვები აღარ მყოფის ხალხი. სად არის ხელოსანი? მაღლა დედიკო. მაღლა რა? არც ხელოსანი მინდა, არც სახლი მინდა, აღარც სამზარეულო მინდა. და ვაფშე მივდივარ სახლიდან. რატომ მიდიხარ? არ მივდივარ დედა, წინ ვიყურე კამერას უყურე შენდე. თქვენ იცი რა მინდა მოგიყვეთ სხვა რამე. მე ახლა ვიწყებ რაღაცას და რაღაცა და სხვა რამე მოგიყვევი. გოგოის თევზი მომტანე რა. რა მოგიყანოდე? თევზი. რა თევზი შვილო? არიე. თოჯინა. იმეს დენ ხავთ რა დავდო ფეხი მაგიდაზე უსტენობა არ აქვს თქვენია ეგრე. ჰა? ჩემი ქმარი მეუბნება ისეთი მაგნე ხარო, ყოველ წელს ის უნდა 200 სახს რემონტი მე მგონიო. ეგრე შეიძლება? ვინმე ის დაგინახავ? მაგრამ მართლა ეგრე ვარ ცოტა ისო. აი რაღაცა ფორი აქა თუ რავი რაღაცა არ ვიცი და ყველაფერს ვანგრე. რა დედა? ქუდი. ვერ გავიგე. ქუდი მაქვს. ქუდი გაქვს, ხოდე. რა ვერ გაიგეს? დედიკო გავიტანა გავს, ხალხო გიტოვებს ბავშვს 2 წუთით. იმედი მაქვს კარგად დამხვდები ყველა ერთად. დედიკო პიანოც იყავი მოვალდე. მე წავად გიხმო. მე ახლა ვიწყებ და მე ახლა მოვედი რომ ჯერჯერჯერჯერთო ვახ ვიღებ ხოლმე და საქმიანობა მაქვს და ვერ ვალაგებ ხოლმე. როგორ უნდა გააკეთოთ იცი? ლამაზად და მომეწონება. დედას ვუთხარი რომ ლამაზ გავაკეთიეთ და გახტავო. ლამაზ კი არა ვარა, გახტავარო და ესე ვუთხარით რომ ლამაზი ვარო და გახტავარო და ესე ვუთხარი შენახარო გახტავო. მე კი არა ვარო, გახტავარო. და ესე უნდა მითხრათ დედას და რა ფისინდა შაფიფარესოჩინდა სათირო ოთახშინდა და მუჩლიმკივა და არ შეიკავა თავი თორე ფისები და კუნტები ჭკვიანად ხარ? მოგინდებათ მე რაღავ მოვწყდი. სამზარეულო დამჩა გოგოები ჭურჭელი გასარეცხი და გაიწედე 2 წუთი თუ შეიძლება. აუვა. ხო და ფაქტობრივად გაიწიე თუ შეიძლება რა. დედა მე დამსვის ხوار ვარ ჩიტი. ხო და ჩიტი და მე არა ვარ. აი მე დავიღალე გარეთაც მოვხვეტე და ვახ დავიღალე. ეხლა ჭურჭელს ამოვრეცხა, ჭურჭელი დამჩამოსარეცხი და მე სადილი უნდა გავაკეთო. აი მე რა ვიცი ხალხო ხამე დავტოვე დალაგებული. აი მარიამს გეცები დალაგებული დავტოვე. ანუ აი მეტნაკლებად დალაგებული თორე დილის ფორი აქ ის მერე ხმადაბლა თუ შეიძლება ვსაუბრობ. ეგეთი დალაგებული როგორ იქნება ხდილ რო გარბი ხარ და ტოვებ ყველაფერს. ნახე მე რომ ვსაუბრობ მარიკო დამაცადე კარგი? მე თხოვნდა. შენ რომ ისაუბრებ მე დაგელოდები და გავჩუმდები ხოდე? 2 წუთით დამაცადე. კარგი ეხოს ხოდე რა ვიცი კაცო დავტოვებ დალაგებულს. მოვა გეგონება ცუნამა გადაუარა.
რა უნდა? ჩემო სასწაულოდე, ჩემო სასწაულო. შენ ხარდე, შენ, ჩემო საყვარე. ყველაფერი ხარდე. ეს გახლავთ გუშინდელი დღე. როგორც ხედავთ და თუ ვერ ხედავთ, გეტყვით რომ შევიღებთ მები. გილოცავ გვანცა როგორც იქნა. დავიტენიანოთ სახე, როგორც ხედავთ, საკმაოდ გვიანია, უკვე 9 საათია, გუშინდელი ღამე. დიდი მადლობა დე. ძალიან კარგია, როცა ნოტიო სახეზე ვიტენიანებთ. რაც გვაქვს, იმით არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ხედავთ, მარიკოს ჩხირები მოუნდა. ყველაფერი და ყველა მაშინ უნდა გადაირიოს ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ძალიან მარტივად შევიღებე გუშინდები, ალბათ განწყობაზე ვიყავი შესაბამისზე, არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუმცა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიანად არ დამეზარა. ცოტა შევიშოთ სახე. როგორც ხედავთ, სულ ზღაფავს ჩემი ღამის დამატენიანებელი, თუმცა სხვაც მაქვს და იმ სხვაზე უნდა გადავიდე, მაგრამ ვფიქრობ, ახალი ვიყიდო რამე, მოკეთ ვერ ჩამოვყალიბდი, თუმცა 1-2 დღის არის კიდევ და დიდად არ მოვიკლავ ახლა მაღაზია თავს. ჯერ ზაკო უნდა გავაცილო და ამბებში ვარ. როგორი ჩქარი ტემპით მიდის ყველაფერი. წარმოვიდგინე ახლა ასე სწრაფად რომ მიდიოდეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა დრო ისე სწრაფად გადის, როგორც ეს აჩქარებული კადრი. ალბათ მღვილი გესმით, ეს უკვე ხელოსნის ხმა. არ დასრულდა ჩვენთან სამზარეულო, ღმერთო ეს რა ჯოჯოხეთია. ხელის დამატენიანებელი ასევე, რომელიც საკმაოდ კარგი სუნით გამოირჩევა. ძალიან მომწონს და ძალიან კარგად ატენიანებს სხვათა შორის სუნი კარგი. მოკლედ 10-დან იყოს 8. ჩემთვის 10-დან 10 ცოტა რთული სათქმელია ხოლმე. ვაზელინი, ტუჩები ცოტა გადამხმარია. ალბათ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვისველებ ტუჩს, ეს რჩევა ბავშვობიდან მაქვს. Bye.